შეწყდეს ოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიიდან გავიდეს რუსული სამხედრო შენაერთები და შეიარაღება. ამ მოთხოვნით ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებმა ნიუ-იორკში გაერო შტაბ-ბინასთან მშვიდობიანი მსვლელობა გამართეს. ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველები რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. მათი მტკიცებით მსოფლიოსათვის 2008 წლის აგვისტოში რუსების მხრიდან ქართველების წინააღმდეგ დაწყებული ეთნიკური წმენდა მიუღებელი უნდა იყოს და ეს პროცესი სასწრაფოდ უნდა შეწყდეს. აქციაში ის ადამიანებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც რუსულმა სამხედრო შენაერთებმა გამოაწევეს საკუთარი სახლებიდან და ინტერვენციის მსხვერპლად ითვლებიან. ანექსირებული ტერიტორიიდან გახლა ვართ და რა თქმა უნდა ყველაზე მეტი უფლება მაქვს მოვიდე და ჩემი პროტესტი გამოვხატო. ჩვენ მოვითხოვთ, კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ დავტოვოს რუსულმა ჯარებმა საქართველოს ტერიტორია, რომელიც საქართველოსია ისტორიული და მათ არაფერი საქმე არ აქვს საქართველოში. გვინდა რომ ვიყოთ თავისუფლები და ვიქნებით. საქართველოს გამთლიანდება, საქართველოს ბედნიერი იქნება. ოსეთი და აფხაზეთი იყო და იქნება საქართველოსი. სანამ ერთი ქართველი მაინც იარსებებს დედამიწაზე მუდმივად იქნება პროტესტი იმ ფაქტის მიმართ, რომ საქართველოს ტერიტორია იქნა ოკუპირებული 3 წლის უკან რუსეთის მიერ.